გარეჯობა 2025 სოფელ უდაბნოში ღონისძიებები ჩიჩხიტურის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. სახალხო დღესასწაულის დაწყებამდე სოფელ უდაბნოში ლევან თედიაშვილის სახელობის სპორტული დარბაზი საზეიმოდ გახსნეს. იგი თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს აჭყაღჭურული არის შესაბამისი ინვენტარით. შენობაში მოწყობილი არის საჭიდაო დარბაზი, გამოსაცვლელი ოთახები და საშხაპეები. გარეჯობა 2025-ის ფარგლებში ისტორიულ ადგილას სხვადასხვა აქტივობა გაიმართა, მათ შორის წარმოდგენილი იყო ეთნოკუთხეების სადაც მეწარმეების პროდუქციის პრეზენტაციასთან ერთად დეგუსტაცია, კულინარიული შოუ და მასტერკლასები გაიმართა. გარეჯობა 2025-მა ტრადიციულ დოხსაც უმასპინძლა, გამარჯვებულნი 3 კატეგორიაში გამოვლინდნენ. ასევე ჩატარდა თეატრალური წარმოდგენები და გამოფენები. გარეჯობა 2025-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა. ღონისძიებები საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მხარდაჭერითა და საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოს მეუფე ლუკას ლოცვა კურთხევით გაიმართა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელი უდაბნო არის ერთ-ერთი გამორჩეული სოფელი თავისი მნიშვნელობით და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, როდესაც დღეს სპორტული დარბაზი გაიხსნა, მოგეხსენებათ, რომ ზუსტად ასეთი ინფრასტრუქტურის განახლება შექმნა ხელს უწყობს ჯანსაღი ახალგაზრდა ჯანმრთელი ახალგაზრდა თაობის გაზრდას და ძალიან მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ასეთი ინფრასტრუქტურის განახლება. როდესაც ჩვენ აღნიშნავთ გარეჯობის დღესასწაულს, ჩვენ არა მხოლოდ უახლოვდებით ჩვენი წინაპრების ფესვებს, არამედ ვაშენებთ მომავალსაც. და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, რომ ჩვენ უდაბნოში გავხსენით ჩვენი სახელოვანი ფალავანის ლევან თედიაშვილის დარბაზი. ჩემთვის ორმაგად სასიხარულო ვინაიდან მე მქონდა ბედნიერება და ვიცნობდი ლევან თედიაშვილს. სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სიმბოლურია, რომ დღეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში გარეჯობის დღესასწაულის აღნიშვნასთან დაკავშირებით გავხსენით გამოჩენილი ქართველი ფალავნის ლევან თედიაშვილის სახელობის სპორტული კომპლექსი. მინდა მადლობა გადაუხადო მერიას აღნიშნული სპორტული კომპლექსის მშენებლობისთვის. ბუნებრივია უდაბნოს მოსახლეობაში და ახალგაზრდებში ხელი შეეწყობა სპორტული ცხოვრების განვითარებას. ულოცავ საგარეჯოს და სრულიად საქართველოს გარეჯობის დღესასწაულს. მიულოცავ სრულიად საქართველოს დავით გარეჯობასთან დაკავშირებით გაიხსნა სოფელ უდაბნოში სპორტული დარბაზი ლევან თედიაშვილის სახელობის. ლევან თედიაშვილი იყო ჩვენთვის საამაყო ადამიანი, არა მარტო ჩვენთვის და გარეჯელებისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის. სპორტ დარბაზის აშენება დაჯდა 638,000 ლარი. უდაბნოს ბავშვები სრულიად მობილიზირებული და ჩართულები არიან სპორტულ ღონისძიებებში. არ ქონდა დარბაზი და ძალიან მიხარია რომ გაიხსნა და ჩემ მეგობრებთან ერთად ვარდიშობ და ძალიან მიხარია. დღევანდელ დღეს ვიმყოფებით ჩიჩხიტურის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, აღნიშნავს დავით გარეჯობას. დავით გარეჯი არის ჩვენი მუნიციპალიტეტის განსაკუთრებულად მადლიანი ადგილი და დღევანდელ დღეს დავით გარეჯი და ულოცავ სრულიად საქართველოს დღევანდელ დღეს. არის უამრავი